ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით დღეს საქართველოს ახალმა გენერალურმა პროკურორმა მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა. გიორგი გვარაკიძის თქმით, აუცილებლად გამოიკითხება ყველა ის ადამიანი, ვისაც ამ საქმესთან რაიმე სახის შეხება ჰქონია. ამასთან ერთად გვარაკიძემ განაცხადა, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გიორგი გახარიაც იქნება გამოკითხული. შეგახსენებთ, რომ გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდზე არაერთი მოქალაქე გამოიკითხა, მათ შორის იყვნენ ადგილობრივი მკვიდრები და ყოფილი თანამდებობის პირები. კომისიის მიზანს არ წარმოადგენს ჩორჩანას თემის გამოძიება და საერთოდ ამ თემაში გამოსაძიებელიც კი არაფერი არ არის, რადგან ეს არის ერთადერთი მშვიდობიანი პასუხი ოკუპანტ რუსეთს და ერთადერთი დაცვის აქტი, რომელიც განახორციელა სახელმწიფომ და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა. გიორგი გახარიას დაგეგმილი ჰქონდა და ძალიან დიდი ხნის წინ ვიზიტი ევროპაში, შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში. აქედან გამომდინარე, გიორგი გახარია არ არის ვალდებული, რომ ქართულ ოცნებას შეუთანხმოს საკუთარი დღის წესრიგი. ნახეთ, რომ როგორც ჩანს, გიორგი გახარია საკმაოდ აიბლარდა აი ამ სიტუაციებში და ლაბირინთებშია გახვეული. ფაქტია, რომ როცა მას ჩაბარდა უწყება, რომ დამოსულიყო კომისიაზე, არ უთქვამს მას და არც მის თანაშემწეს, რომ ის ვერ მოვიდოდა, იმიტომ რომ არ იყო ქვეყანაში, იმიტომ რომ ქვეყანაში იყო, როცა ჩაბარდა. ეს უწყება, როგორც ჩანს, მერე დაფიქრდა და თქვა, რომ ამ კითხვებზე პასუხები ვერ ექნებოდა და მოიფიქრა ასეთი რამე, რომ ვითომ წავიდა ახლა უცხოეთში, უცხოეთში შეიძლება მართლა წავიდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ვითომ იქ აქვს შეხვედრები, იმ კითხვებს გაექცა, რომელიც აქვს იქ მცხოვრებ ადამიანებს. ჩორჩანაში და მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს. ჩორჩანას რაც შეეხება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი. იქედან გამომდინარე, რომ საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და საკმაოდ დიდი ტერიტორიის ოკუპაციაში დახმარებას. ყველა ის ადამიანი გამოიკითხება აუცილებლად, ვისაც რაიმე სახის შეხება ჰქონია ამ საქმესთან. კონკრეტულ დეტალებს ვერ მოგახსენებთ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ვთვლი, რომ არ არის ჯერჯერობით გასაჟღერებელი, თუმცა ისევე როგორც სხვა ბევრ საკითხზეც და სხვა ბევრ საქმეზეც პერიოდულად მოგაწვდეთ ინფორმაციას მასმედიის სხვადასხვა საშუალებით და ჩაგაყენებთ საქმის კურსი როგორც თქვენ ისე საზოგადოებას. რა თქმა უნდა, თუ კი გვექნება უკვე შეკრებილი მტკიცებულებები რომელიმე კონკრეტული პირის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემის მიზნით. რაც შეეხება გიორგი გახარიას, მას კავშირი რა თქმა უნდა აქვს ამ საქმესთან და იგი გამოკითხული იქნება აუცილებლად. ჩორჩანასთან დაკავშირებით არის ორი მოცემულობა. ერთი, რომ საგამოძიებო კომისიის წინაშე არის კონკრეტული პირი დაბარებული და ფაქტია, რომ ის არ გამოცხადდა საგამოძიებო კომისიის წინაშე. რა ახსნა აქვს ეს პარლამენტის და საგამოძიებო კომისიის შესაძლებელია. ფაქტი, რაც არის, ვიცით, რომ 100 ჰექტარი ჩვენი ტერიტორია, ჩვენი მიწა-წყალი დროებით, მაგრამ დაიკარგა. ამას ჭირდება ახსნა. ჩემი ინფორმაციით ეს არ იყო კოორდინირებული იმ პასუხისმგებელ უწყებასთან, რომელსაც პირდაპირ ევალება ეგრეთ წოდებულ საოკუპაციო ხაზთან კონკრეტულ საკითხებში ჩართულობა. ეს გახლავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.